გიხაროდნენ მას დღესაშინა, რა დღესაშინა, როცა ქრისტეს გამო ვიდევნებით, ქრისტეს გამო გვტკენენ, ქრისტეს გამო შეურაცხყოფას გვაყენებენ. რა შემთხვევაში ხდება ეს? როდესაც შენი პატივმოყვარეობით ადამიანს დაეჯახები და თუ მოგერევა დაგჩაგრავს, ეგ არ არის ქრისტეს გამო. თუ მოგერევი შენ დაჩაგრავ, თუ ის მოგერევა შენ დაჩაგრავ, ეგ არ არის ქრისტეს გამო ტანჯვა. ქრისტეს გამო ტანჯვა არის ის, რომ შენ არავის არ ეჯახები, შენი პატივმოყვარეობით. მხოლოდ სიკეთე გინდა გააკეთო, მაგრამ იმის გამო, რომ ქრისტესი ხარ, აბსოლუტურად უსამართლოდ მართლა გტანჯავენ და გეუბნება მხიარულ იყვენით, გიხაროდნენ მას დღესაშინა, მხიარულ იყვენით. ანუ იობის მსგავსად რომ მოდის შენზე განსაცდელები, რამე თუ აჰა ესე რა სასყიდელი თქვენი მრავალ არ სათაშინა, ანუ ცეცხლოვან ღუმელში ხდება შენი გამოწვა, შენ უნდა ოქრო იყო და ეს ოქრო სასუფეველ ისეთი ოქრო უნდა იყო, რომელიც სასუფეველში იქნება და სასუფეველში ოქრო მინარევებით ვერ იქნება, უნდა გამოიწვას, გამოთავისუფლდეს შენი ბუნება ამ მინარევებისაგან. რამაც ჭირდება ის როგორც ოქრო სიმხურვალეში იწმინდება და მინარევები იწვება შიგნით ან სხვაგან გადის და რჩება სუფთა. ეს განსაცდელები როგორც ხურვალე, რაღაცა ღუმელი ესია თითოეული ადამიანისათვის. ჩვენი ეგოიზმი გამოვლენილი ჩვენს ემოციებში, ჩვენს გრძნობებში, ჩვენს სენტიმენტალებში, სენტიმენტალურ გრძნობებში, ჩვენს რაღაც სიამოვნებებში, ჩვენს კომფორტში გამოვლენილი ეს საშინელი ეს ეგოიზმი გამოიწვება მთლიანად და არაფერი აღარ რჩება. განა იმიტომ რომ ღმერთს უნდა გვატკინოს? არა. მხოლოდ იმიტომ, რომ ვერაფრით ვერ ვეგუებით ჩვენი პატივმოყვარეობის დათმობას, ჩვენი სიმართლის დათმობას. არაფრით არ გვინდა ეს. იმიტომ რომ ჩვენ იქ სამოთხეშივე ჩაიდო ეს დემონური თესლი ჩვენში, რომ ღმერთები ხართ. შეჭამეთ ეს და ღმერთები ხართ და დაიჯერეს საწყლემა, შეჭამეს და დაემართათ ის, რაც დაემართა და მათი შვილები ვართ. ჩვენ სხვა არსებები კი არა ვართ, ჩვენ მათი შვილები ვართ. მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ და ქრისტეს გავხსნათ გული და ქრისტეს შვილები გავხდეთ, ანუ სხვა არსებებად გადავიქცეთ.